კარგი გადმოტანა ფლანგიდან ფლანგზე. პედრო ბორჟესი ჩაწოდება, კობახიძეს გამოაქვს, კიდევ ერთი დარტყმა იქნება და აქ უკვე ბათუმის დინამო გადარჩა. კუთხური არ დაფიქსირდება, უნდა იყოს კუთხური, რომ მოხვდა ბურთი აშკარად დინამო ბათუმის ფეხბურთელს. კარში დარტყმა, კიდევ ერთი დარტყმა და აფსაიდი თუ არ არის ეს გოლი ჩაითვლება და ვინ თუ არა ლევან ხოზრევანიძე. ვინ თუ არა ლევან ხოზრევანიძე. მეტი რა ვთქვათ? საოცრება რომ ამბის გააქვს და გააქვს. წარმოუდგენელი ამბავია ეს მისთვის. ხო, ამასობაში ვიდრე მე აქ სტატისტიკას უყურებდი, გიორგი პაპუაშვილს გააქვს ძალიან მაგარი გოლი ბათუმელთა კარში და დაწებაში მოყავს ბათუმელი კომაგიც მათ შორის გარკვეულწილად აპლოდისმენტები დაიმსახურა მან. სევერდექთან ვერ მივადევნე კარგად გოლს თვალი, მაგრამ ნახოთ გამეორება იმისთვის გვაქვს რომ ნახოთ ასეთი მომენტები. გიორგი პაპუაშვილი და 1-1. ბათუმის დინამოს აქ ეგრევე შეეძლო აქ ხოზრევანიძეს დუბლის გაფორმება და წინ გაყვანა თავისი გუნდის, მაგრამ ვერ მოახერხა ამის გაკეთება მე-40 ნომერმა. პედრო ბორჟესი ჩაწოდება, გამოტანილია ეს ბურთი, მაგრამ მილჩენკომ ვერ გააკეთა იგივე, კიდევ ერთი სახიფათო კარში დარტყმა კარის მიმართულებით. ამჯერად პაპუაშვილი არ იყო მე მგონი ეს ბურთელი, უფრო მისი თანაგუნდელი ჭავჭანიძე ჩანდა, ვერ გეტყვით. გამეორება უნდა ვნახოთ. გრძელი გადაცემა, ძალიან კარგი პასი გამოუვიდა ვანდერსონ სილვას და რა მომენტი გააფუჭეს აქ სტუმრებმა. ზოიძე იყო თუ არ ვცდები ეს ფეხბურთელი და ასეც არის, თავზე გადაუგდო ოკუპანტაძეს მარტივად და აქ წინ უნდა გაეყვანა საბაზოვიძეს გაგრა. ვანდერსონ სილვას ძალიან კარგი გადაცემა უნდა აღვნიშნოთ. შეტევა მაინც გაგრძელდა ვარდნაში დარტყმით ცინცაძე, არც მეტი არც ნაკლები, ცენტრალური მცველი ადარეიშვილი, ბორჟესი დარტყმა და ძალიან ლამაზი გოლი გააქვთ. გაგრელებს და ვინ თუ არა პედრო ბორჟესი, რომელიც ცეკვით აღნიშნავს აქ ბრაზილიური ჰანგები ჭირდება ალბათ ამ გოლს. ძალიან ლამაზი გარეთ ერფით დარტყმული მარჯვენა ფეხით და შესრულებული გოლი. აწვდის კალანდარიშვილი, კუპატაძე, არა. კუთხურიც არ იქნება როგორც ჩანს.